ძალიან ვთხოვენ თქვენი კვების რეჟიმი დაგვიწერეთ. ან გითხარით რა ვჭამოთ, როგორ ვჭამოთ, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ რაიმე გამოხატული დაავადება ან სიმპტომი, უბრალოდ არიან ჭარბწონიანები და ის რომ თქვენი დანიშნული კვებით ადამიანები წონაში იკლებენ. ეგრე არ არის, ყველას ინდივიდუალურად ურჩევთ, თუმცა არსებობს ესეთი პროდუქტები, რომელიც ბევრ ნუტრიენტს შეიცავენ და ცუდი არ არის დაუშვა. თუ ჩაის და ყავას შორის არჩევანი გაკეთოთ, მწვანე ჩაი ყველაზე კაია. მწვანე ჩაი ჯობია შავ ჩაისაც, ჯობია ყავასაც, ჯობია ხილის ჩაისაც, თქვა იმის რა ქვია, რამაშკა როგორ არის ქართულად? გვირილას ჩაისაც და ასე შემდეგ, რომ ნუტრიენტებს ბევრად მეტს შეიცავს და თან მნიშვნელოვან ნუტრიენტებს შეიცავს. მოსნეულიდან მაგალითად, ხო, მე უპირატესობას ვანიჭებ კომბოსტოს და კომბოსტოსებთან ოჯახის წარმომადგენლებს. კომბოსტო, თეთრი, იასამნისფერი, ბროკოლი, რუკოლა, კრესალათი, პოქჩოი, ბრუსელის კომბოსტო, პეკინის კომბოსტო, ყვავილი კომბოსტო, ხედავთ რამდენია. ბევრს გონია რომ კომბოსტო შეუძლია კომბოსტო, მაგრამ არა. ხო, ყველაფერს თავის ნიშნავს. თუ სიზარღვოვანი პრობლემა აქვს ადამიანს, თქვა ურჩევ ბროკოლის და რუკოლას. პრობლემა არანაირი არ გვაქვს. მარტო გახტომა გვინდა. ხო, მარტო გახტომა მიზეზია, იმ გახტომაში პრობლემა. ხო, რა არის მიზეზი? უნდა დავადგინოთ, ჯერ უნდა დაუთვალოთ ადამიანი რამდენი შაქრებს იღებს. მოდია დღესაც მქონდა ეს შემთხვევა და ვერ წარმოვიდგინე რომ დავითვალეთ თუ არ ვწდები 47 კორზზე ავედი დღეში. და ამ დროს საერთოდ შაქარს ვაპრაქტიკოთ. ჩაის დილასო, ყავაშიო, ნალექიაში 1/3 კორცს ვიღებ. თითქმის არის 1/3. გონია რომ 1/3 წიღრის და სამაგეროდ პურს აყოლებს 1-2 ნაჭერს. რომელიც საშუალოდ ერთი ნაჭერი ყურე 4-5 კორცი შაქარი. ხო, ამიტომ ესეთი კონკრეტული მოდელი კვების არ მაქვს. მე რასაც ვჭამ, მე სხვა ამეჭო. თუმცა დილას იწყება ჩემი მწვანე ჩაით, ან მწვანე ჩაი პიტნასთან ერთად, რომელიც ეზოში მაქვს და ძალიან კაია რომელიც აძლევს. ეს არის სტევია, რომელსაც ვიღებთ ჩაიში, ეს არის ლიმონი, რომელიც ყველა ვარიანტში ასაკთან ერთად ჩვენი კუჭი იმდენ მჟავეს და ისეთ pH-ში მჟავეს შეიძლება ვერ იმუშავდეს და თავს ვიცავ და ლიმონს ვაყოლებ. თუმცა ბევრს არ ეხა არის პაციენტი შეიძლება დაუნიშნო ნახევარი ლიმონი ჩას. მე ერთ ნაჭრის ნახევარს ვიგებ. ის ყოფნის. შემდეგ უკვე გააჩნია მიყვარს თქვა კარაქი ბლომა შეგიძლია ჭამოთ. ყველი პრობლემა არ არის. სამაგეროდ პური და ცომეული უნდა ამოიღო და ეხლა მე აბა კარაქი რაზე წავისვოთ ეს. ხო. ყველზე წავუსვით. ან გამოიყენეთ თქვა ციციბურა, ოსპი შეიძლება გამოიყენოთ. ციციბურაზე ვერ წაუსვით. სხვათა შორის ძალიან ბევრი შემთხვევა მაქვს უკვე პაციენტების, რომლებიც ციციბურასგან, ოსპისგან აწყობენ პურებს. აწყობ უფრო მეტიც, აი დაუშვათ, ვისაც გინდა და თბილო გიყოთ და ბლინები გიყვართ, საღამოს რაღაც უნდა გაახვიო ჩინი. აიღეთ ციციბურას ფქვილი, საფუარა გეჭმევათ, აიღეთ სტევია დაამატეთ და გამოცხობა ზუსტად ესეთი ბლინი გამოდის ხეჭო პაციენტებმა ოსპისგან პური გავაკეთე, პურს ვეღარ ვჭამ, ისეთი გემრიელი გამოვიდა. მეც დავიწერა ვიღაცამ ისა პასკა გამოვაცხე სტევია. ხო, და ასე შემდეგ და ხა არის სიტუაციები შეიძლება მოძებნა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ის რასაც ჩვენი წინაპრები ჭამდნენ ის სხვა ხორბალი. ჯერ ერთი იმიტომ რომ არისო ჰიბრიდი და არ შეიცავდა ამდენ გლუტენს, ხომ აქ ერთ ვიდეოში მოყოლი თონის პულსზე ჩავდიოდი რომ ხედავდი ცალკე ხსნიდნენ წებოს და ასხავდნენ. მეორეც თანამედროვე სიტუაციაში იმის გამო რომ ხორბალსო დაცავენ, იქ არ არის დაცული ხორბალი რომ სარეველაც არ ამოვა, ამიტომ იყენებენ გლიფოსატს. ეს არის საკმაოდ ტოქსიური ქიმიური შენაერთი, რომელსაც წინასწარ დაასხავენ იმ ტერიტორიაზე, რომ ყველაფერს ანადგურებს, რაც კი რამე სარეველა და სარეველა აღარ ამოდის. ოღონდ მერე იმასო ის გადისო აქტივაციას გადიოს წყალი რეცხავს და ხორბალში არ ხდება ტყუილი. მეც სარეველა თუ არ ამოდის, ხორბალი რანაირად ამოდის. ხო და სარეველას ანადგურებს, ეს არის სპეციფიური ისა და მაგრამ შეიძლება ხორბალს არ ანადგურდეს, მაგრამ ხორბალი იწვევს იმას ფესვებიდან იღებს და ხორბალში ხდება ეს გლიფოსატი და ჩვენთვის არის ძალიან ძლიერი ტოქსინი. ერთი წუთი. ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ თესავენ. ხო, სადაც ერთი კვირი თუ ორი კვირით ადრე ასხავენ გლიფოსატს და მე უკვე ვითომ რომ წყალი ჩაიდანს, ტყუილი სადმე ჩაიდანოს. ხო, ნანია და იმის რომ აი ბევრი მეკითხება, აი შაქრები და რა. შაქარს რო შეჭა. და დაუშვათ ინსულინმა აიღო და სადღაცა წაიღო. ხო არა ორთხნე შაქარი თქვენ ორგანიზმში შეადარჩა. სადაც არ უნდა წაიღოს ინსულინა, თქვენ ორგანიზმში ხوار გაცდა. ესე იგი ის პრობლემას მაინც ქმნის. ხო, ვწვავთ. კი, მაგრამ ახლა თანამედროვე პირობებში ადრე ჩვენი წინაპრები სად იყო მანქანები, ველოსიპედებიც არ იყო და დადიოდნენ. ჩვენ დღეს ვზივართ. კი. ახალგაზრდები, ხო? თან ბევრნაირი პროგრამისტები. ბევრნაირი საზოგადოებია. კი.
მოკლედ ესე გაწერილი გეგმა, გასახდომი ეგრე პროგრამა პროგრამა ყველა ადამიანის სალსაკე